თოლყურეულ საბჭოს ხდობა ჩატარდა დევნილთა სამინისტროში სულ 5 საკითხი განიხილეს, მათ შორის ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებული დევნილთა დახმარების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ფოთში იძულებით გადაადგილებულთათვის 280 ბინიანი 7 კორპუსი შენდება. ისაუბრეს ფოთში ყოფილი სასტუმრო აიეტის რეაბილიტაციაზეც. განიხილეს ახალ აშენებული კორპუსების დევნილებისთვის გადანაწილების საკითხი. ანკეტირებისა და რეგისტრაციის პროცესი შენობის ექსპლუატაციაში შესვლამდე 2 თვით ადრე გამოცხადდება. თოლყურეულ საბჭოს სხდომას ევროკავშირის წარმომადგენლები დაესწრნენ. დღეს შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. პროგრამის მიმდინარეობის ფარგლებში განვიხილეთ ახლად აშენებული კორპუსების დევნილებისთვის განაწილების საკითხი. ასევე იმ ობიექტების რეაბილიტაციის პროცესს გავეცანით, სადაც მალე იძულებით ადგილნაცვალი პირები შესახვდებიან. განვიხილეთ ფოთში მიმდინარე 7 კორპუსის მშენებლობის საკითხი, სადაც იყო პრობლემები და იყო შეყოვნებული მშენებლობა, ამჟამად განახლდა და ახალი გრაფიკის მიხედვით ეს შენობები ექსპლუატაციაში შევა მომავალი წლის გაზაფხულზე. ასევე განვიხილეთ ზუგდიდის მშენებლობის და ფოთის აიეტის დასრულების საკითხები.